1001 ღამე. მოგზავნით ბატონო, თქვენი მაგდამზადა? გმადლობთ. გთხოვთ. რა ხდება? მე მივდივარ. შაჰრზად, გთხოვ. გთხოვ. არა. თქვენ მომატყუეთ. მითხარით, რომ ეს საქმიანი ვახშა მიიღო. ხო, მოგატყუე. სხვანაირად აქ მოსვლაზე არ დამთავრდებოდი. გთხოვ. არა, გამიშვით. უნდა დაგელაპარაკო. გთხოვ, მომისმინე. გთხოვ. რომელ ღვინოს ინებებთ? წყალს დავლევ. მეც. ახლავე? შაჰრიარის თავგადასავლი, რომელიც ქალებს არ ენდობოდა, ჩემზე უკეთიცი. შაჰრაზადი შაჰრიარს ყოველ ღამეს ზღაპრებს უყვებოდა. 1001 ღამეს კი იგი არა მარტო თავის თავს, არამედ სხვა ქალებსაც იხსნის. ჩვენ მხოლოდ ერთი ღამე გავატარეთ ერთად. მაშინ მეგრაც გაგიცანი, ეს ღამე ჩემთვის 1001 ღამეზე უფრო გრძელი აღმოჩნდა. შაჰრაზად, ვიცი, 1001 ღამის განმავლობაში მუხლმოდრეკილმა რომ ვითხოვო შენგან პატიება, მაინც ვერ გამოვისყიდი დანაშაულს. ყოველთვის როცა ჩემთან მარტო რჩები ვფიქრობ, როგორ ამოვშალო ის ღამე, ის შავი ღამე შენი მეხსიერებიდან. გამომყვები ცოლად. გთხოვ, ახლავე რომ მიპასუხებ. გთხოვ. მე შენიაური არ მითხრა. შენგან სასურველ პასუხს მოთმინებით დაველოდები. ოღონდ გთხოვ, დამთანხმდი ცოლობას.
მე 1001 ღამე დაგელოდები. იმიტომ რომ მიყვარხარ. ეს სიტყვა ცხოვრებაში პირველად თქვი. ასე დარწმუნებით და ამავე დროს მთელი გრძნობით. მიყვარხარ. უშენო ცხოვრება არ შემიძლია. უშენოდ სუნთქვაც კი არ შემიძლია. უკვე დილის დროა, დაწექი. Hadiyat. აბა მოდი, Al. ჩაიხუტე, Bunu al. მედი. ბევრი ვიფიქრე რამე ჩუქებინა შენთვის. ჩემს გრძნობებს ვერც ერთი ძვირფასი ქვა ვერ გადმოსცემს. ვერც ერთი ლამაზი სიტყვა ვერ გამოხატავს ტკივილს, სულიერ ტანჯვას, რომელსაც განვიცდი. ვერც იმას გადმოსცემს, როგორ მიყვარხარ. შენ მხოლოდ საუკეთესო ზღირსი ხარ. დამიჯერე. მაგრამ ახლა მინდა ჩემი ბავშვობა გაჩუქო. ეს ჩემი უსაყვარლესი სათამაშო იყო. ჩემი ბავშვობის მოგონებები მასთანაა დაკავშირებული. გთხოვეს ქანს მიუტანე. Teşekkür ederim. Madlub. მაგრამ ჯერ ამის დრო არ არის. შენ ჩემი მტანჯველი და ამავე დროს უმშვენიერესი ზმანება ხარ. პირველად რომ დაგინახე შენმა სილამაზემ დამატყვევა. სიყვარულმა ის არივით გამიარა გულში და მეწამულ სისხლისფრად შეხება იგი. სიყვარულის ალი მთელ სხეულს მოედო. მინდა მთელი ჩემი არსება, ჩემი გული შენ მოგიწყונה. და თუ მკითხავ, შახ, ჩემს გამო შენს ღამეულ სიზმრებს დათმობ თუ არა? დაუფიქრებლად გიპასუხებ. დიახ. შენ გამო თოლის ჩინსაც კი შეველევი, შაჰრაზად. Onur, რა მოხდა? რამე ცუდი ამბავი ხომ არ გაიგე? არა. სალაპარაკოდ მოვედი შენთან. აქ? ჰოლდინგში ვაპირებდი მოსვლას. იქ ვერ მეტყოდი?
რა მოხდა? ქერემ წუხელ რა? შაჰრაზადს ხელი ვთხოვე. რა თქვი? რატომ? იმიტომ რომ მიყვარ შაჰრაზადი. ქერემ შაჰრაზადი პირველივე დღიდან შემიყვარდა. ვერ დავივიწყე. სხვანაირად არ შემეძლო. გთხოვ, გამიგე. რა გთანხმდა? არ მინდოდა ასე მომხდარიყო. დამიჯერე. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ჩემ ბიჭს როგორ ეძინა? კარგად. ადრე დაიძინა დედიკო. სულ არ გავუბრაზები ვარ. ჩემი შვილი არავის აბრაზებს. მით უმეტეს მიხრიბანს. მომაცია? ჩემო პატარა. მოდი სუფრასთან დავსხდეთ. დედიკოს ერთადერთ. დაჯექი? მიხრიბანმა გუშინ ზღაპარი წამიკითხა. მართლა? რა ზღაპარი წაგიკითხა? რა ზღაპარი იყო? ჯადოსნური ცხენის ზღაპარი წავიკითხეთ. ერთი მდიდარი შაჰი ცხოვრობდა. ირანიდან ჩამოსულმა ერთმა სწავლულმა მას მფრინავი რაში ჩამოუყვანა. შაჰი რაშზე შეჯდა, რაში აფრინდა, სულ მაღლა და მაღლა. მაგრამ ძალიან მაღლა რომ აფრინდა, შეეშინდა. ძალიან კარგი ზღაპარი იყო. დედა, დღეს კვირაა? არა შვილო, დღეს სამშაბათია. კვირამდე კიდევ დიდი დროა. მადლობ მიხრიბან. კვირაც რა უნდა გავაკეთოთ? არ ვიცი. რასაც შენ მოინდომებ იმას. კვირას დაველოდოთ. ატრაქციონებზე წავიდეთ რა. კარგი, წავიდეთ. ალო. შაჰრაზად, აბა გამოიცანი წუხელ რა მოხდა? რა მოხდა? არა ჩვეულებრივი რამ. ბენო გამაგებინე რა მოხდა? რომ გეტყვი არ დაიჯერებ. ბენო მითხარი. კარგი, ბატონ ქერემთან ერთად კლუბში ვიყავი. მართლა? ხო. მანქანა ხომ ხელოსანთან მყავს. რადგან უმანქანოდ ვიყავი ჰოლდინგიდან რომ გამოვედი სახლში წაყვანა შემომთავაზა. მერე? მანქანაში ჩავსხეთით მზღოლი გაუშვა და საჭესთან თვითონ დაჯდა. გზაში მეკითხება. თუქშიაო, მე ხმა არ ამოვიღე. მერე კი მითხრა თუ დრო გაქვს სადმე ვივახშმოთო. ამ პროექტზე დავილაპარაკოთო. ანუ სავახშმოთ წახვედით. სავახშმოთ წასვლას ვერ დავარქვე, მაგრამ არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. შესანიშნავი ღამე იყო. მერე? რა მერე? ვახშმის მერე რა ქენით? რა უნდა გვექნა? არ ვიცი. პორტიერ ეკავს. ამთვის ფული უნდა მივცე, დანარჩენ სამსახურში მოგიყვები. ახლა უნდა წავიდე. კარგი. დროებით ძვირფასო. კარგი ნახვამდის. ბენო იყო? ხო. სიხარული დაფრინავს. მიხრიბანს კვერცხიც მოუხარშავს. რძე მოგწონს? კარგია? ჰა. აქეთ გადავდოთ. შეგიძლია დაისვენო. დილამშვიდობის. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. დილამშვიდობისა ბატონო ონურ. ბატონი ონური ჯერ არ მოსულა. არ ვიცი. დღეს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვთ. დიახ, გადაცემ. ნახვამდის. დილამშვიდობისა ბატონო ონურ. დილამშვიდობისა. ბატონი ქერემი ჯერ არ მოსულა. იმ კლუბში ვიყავით, ხშირად რომ დადიან ხოლმე. საღამოობით სადმე დადიან? როგორ გონია ბატონი ონური და ბატონი ქერიმი საღამოს რას აკეთებენ? მე საიდან უნდა ვიცოდე? სულ ერთად ერთობიან, ბავშვობიდან მეგობრობენ, ყველგან ერთად დადიან, სადაც ბატონი ონურია, ბატონი ქერიმიც იქ არის. როგორია ის კლუბი? კარგი ადგილია? კი, ძალიან კარგი ადგილია. ერთხელ ერთად წავიდეთ. ვახშამზე ქერემი ძალიან მხიარული იყო. სახალისო ისტორიებს მიყვებოდა. მასთან საუბრით ძალიან მისიამოვნე. ბენო, ვახშამზე ნუღარ მელაპარაკები.
მერე ბუთხარი უკვე გვიანია წავიდეთ მეთქი. მე ვუთხარი თორემ ხმა რომ არ ამომეღო დილამდე ვისხდებოდით. ვიფიქრე პირველივე ვახშამზე თავი არ მოვაბეზრო მეთქი. მერე ავდექით და სახლში წამიყვანა. ყავის დასალევად სახლში არ შეიპატიჟე? თხილის არომატიანი ყავის დასალევად. არა რა სამბობ, ჯერ ამის დრო არ არის. შეხრაზად სისულელეც ხომ არ ვაკეთებ? რა სამბობ? მაგრამ მე თუ მკითხავ სიყვარული სისულელეა. ადამიანს განჯენს უნარს უკარგავს, თუმცა სასიამოვნო გრძნობა. თქვენმა ვახშამმა როგორ ჩაიარა? ძალიან მოსაწყენი იყო. წარმომიდგენია. ალბათ პროექტის დეტალებს იხილავდით. აუზი სად უნდა იყოს ან როგორი უნდა იყოს? ყავასთან ერთად რამეს ხომ არ მიირთმევთ? დარიჩინიანი კექსი კიდევ მოვატანინე. გმადლობ, ქალბატონო ნურჰაიათ, ყავას მოგვიანებით დავლევ. ხომ გითხარი შენი გრძნობები გამოხატე მეთქი. ყველაფერი უცებ შეიცვალა. ხომ დარწმუნდი? ხო, მართალი იყავი მეგობარო, მაგრამ ეს ადვილი არ ყოფილა. ადამიანი ამ დროს დაბნეულია. გამომართვი? ისე გძინავს? მადლობ. ალბათ გამოძინება ვერ მოასწარი. ყავა გამოგაფხიზლებს. ხო, მეძინება. რა სასიამოვნო არომატი აქვს. სულ ახალია. რომ მოვდიოდი გზაში ვიყიდე. კარგი იქნებოდა შოკოლადიც ქონოდა. ძალიან გემრიელია. დიდი მადლობა. არაფერს. შახრაზად ძალიან სასაცილო ამბები მომიყვა. იცი რა მომხდარა პატარები რომ ყოფილან? ბატონი ქერემის დედეს? ყავის სურნელმა ჩემს კაბინეტამდე მოაღწია. თხილის არომატითა არა? დილამშვიდობისა ბატონო ონორ. დაბრძანდით გთხოვთ. არა, არ მინდა. ავას ხომ არ დალებთ? დავლევ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. კარგ ყავას მეტისმეტად ხომ არ შეგვაჩვიეთ? ეს ყავა თუ არ დავლიე, სხვა ყავას გემოს ვერ ვატან. ინებეთ. გმადლობ. სათხილამურო ბაზის პროექტზე მუშაობა დაიწყეთ? დიახ, გუშინ საღამოს მეტა ბატონმა ქერემა პროექტთან დაკავშირებით დიდხანს ვისაუბრეთ. დღესაც ვაპირებთ მუშაობას. აბა სარაევოში ვიზიტს როდის გეგმავთ? ჯერ არ ვიცით. ალბათ მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ. ძალიან არომატულია. გმადლობ. არაფერს. შახრაზად მომითხრა რომ წუხანდელი საქმიანი ვახშამი ძალიან მოსაწყენი ყოფილა. ასეა. საქმიანი ვახშმები ჩვენი საქმის ყველაზე უინტერესო და უსიამოვნო ნაწილია. დიახ, ასეა. ბოსნიაში რომ წახვალთ, ხორვატიაც მოინახულეთ. დუბროვნიკში აუცილებლად ჩადით. ულამაზესი ადგილებია. ქერემი იქ ბევრჯერ არ ნამყოფი. მართალია გზის გამროდება მოგიწევთ, მაგრამ იმედია სამუშაო გრაფიკი ისე იქნება შედგენილი, რომ ღირსშესანიშნავ ადგილებსაც მოვინახულებთ. აუცილებლად. მომართლა სარაევოში ერთი განსაკუთრებული წყაროა. იმ წყაროს წყალი აუცილებლად დალია. ამბობენ, ვინც იმ წყალს დალევს, სადაც უნდა წავიდეს, ბოლოს მაინც სარაევოში დაბრუნდება იმ წყლის დასალევად. ასეთი ჯადოსნური წყაროა. ღმერთო ჩემო, ეს რა უბედურებაა? ჰალილუსთა, ამ ხალხს საქმის კეთება ყოველდღე თავიდან უნდა ვასწავლო, წადი თავზე დაადექი. ახლავე ბატონო. მამა, ღმერთო ჩემო. ესენი ვინ არიან? ყოველდღე ერთსა და იმავეს მიმეორებ, მაგრამ ამ ხალხს ვერაფერი შევასვინე. ლამისაა, ჭკვიდან გადამიყვანონ. შენ კიდევ რა გინდა? 2 საათია ყურში ჩამოზონებ, მითხარი გისმენ? ფირმა ვიპოვე, მამა. ყავის ნარჩენებს გაიტანს. ფირმა რაში გჭირდება? ნარჩენებს ჩვენ ყვრით იმ ადგილას, სადაც მერია უფლებას გვაძლევს. მაგრამ ფირმის მომსახურება უფრო იაფი გვიждდება, მამა. უკვე დავიან გარეშე. თვითონ დატვირთავენ და წაიღებენ. ჩვენ არ გავწვალდებით. არ მინდა. სიახლეები არ მიზიდავს. ხარჯებიც დავთვალე. კარგი რა. მამა, საწარმოო ნარჩენების 1/3-ს ეს ფირმა ითვისებს. რაოდენობით იგებენ? ახალ ფირმასთან ურთიერთობა არაფერში გჭირდება.
ყოველთვის ნუ მეწინააღმდეგები, მამა. ერთხელ მაინც მომისმინა. თვეში მინიმუმ 1000 ლირას დავზოგავთ. ეს კი წელიწადში 12000-ია. ცოტაა? მოკლედ იმამაწოდე. ყველაფერი გულდასმით შემოწმე? რა თქმა უნდა. კარგი. ვინ არიან კარგად გაიგითხე. მომსახურება იაფი რატომაა? ხომ გითხარი, რაოდენობით იგებენ? კარგი გასაგებია. მაშინ ამ საქმეს თვითონ მიხედე. ოღონდ ყურადღება მიექცია. ნორმალური ხელშეკრულება დადი, რომ საქმე შუა გზაზე არ მიატოვონ. რა თქმა უნდა, მამა, ახლავე. ახლავე. უკვე ყველაფერი მზად არის. სულ ცოტა დარჩა. ჩვენს გოგონას ველოდებით, უფლისნებით და შეწევნით. ძალიან თხლად გაცვია შვილო. ცხელა დედა თბილტანსაც მოს ვერ ვეგუები. არ შემიძლია. მაგრამ ზამთარია, ფრთხილად იყავი. არ გაცივდე. შობიარობამდე ცოტა დარჩა. რამდენიმე დღე. გმადლობ დედა. ახლა განსაკუთრებულად უნდა გაუფრთხილდე თავს. კარგი. მამას გული დავწყვიტე. იცოდე არ გამაბრაზო. რას ნიშნავს გული დასწყვიტე? შვილი შვილს ველოდებით. ჯანმრთელ და ლამაზ გოგონას. მომისმინე. გოგოც და ბიჭიც ორივე ძალიან გვეყვარება. წამოდი. ქვევით შევიდეთ. წამოდი შვილო. ბატონო ონორ, ბატონ ქერემს ვერ პოულობ. დღეს არ მოსულა? არ მოსულა, ახლა სწორედ მას ვორეკავ. ალბატონი ნურხაითიც ამბობს ვერ ვუკავშირდებიო. დღეს არავის პროექტზე მუშაობას ვაპირებდით, მაგრამ უკვე გვიანია, ალბათ აღარ მოვა. ავად ხომ არ გახდა? არა მგონია. კარგი, დაგტოვებთ. გასვლას აპირებთ ბატონ ქერემ? ო, გავისეირნებ. ხო, მაგრამ დღეს მეტისმეტად ქარიანი ამინდია. არა უშავს. ასეთი ამინდი მიყვარს, რომანტიკულია. ადამიანს ზღვაში ქალაქიდან შორს ყველაფერი ავიწყდება. ო, ყველაფერი. ეს კურსებიდან დარეგეს. თურმე ხშირად აცდენ. უთხარი ნუ დარდობთ ყველაფერი ვიცი მეთქე. შენმა და თუ გაიგო, წასულია შენი საქმე. მაგრამ მე სიტყვა არ დამცდება. ხელი გასცია. 1000 ჯერ გითხარი, ხრებზე ხელს ნუ მითათუნებ მეთქე. ის ხალხი ხოლმე როდის მოვა?
დილით ადრე ქარხანაში იქნებიან, მამა. კარგია. მე თაშანში უნდა წავიდე. ეგ საქმე შენ მაგვარე. კარგი, მამა. ქალბატონო ნადიდე, შენი შვილი ნელ-ნელა სწავლობს საქმის კეთებას. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ხომასია ალი ქემალ. რა ვიცი, ყველაფერი შენგან მისწავლე, მამა. მართალია, შენ ვერ შეგედრები, მაგრამ ძალიან კარგი. უნდა იმუშავა, ბარა. დაჯდა და მოიფიქრა, როგორ გავაკეთოთ ფულის ეკონომია. მერე მოვიდა და ყველაფერი ამიხსნა. ხოჭახ. თავარია საქმის კეთების საშუალება მისცე. კარგია, შენ რჩევა რომ გავითვალისწინე ქალბატონო ნადიდე, ნელ-ნელა ყველაფერს ისწავლის. რა თქმა უნდა. ხანდახან შეკებად საჭიროა ბატონო ბურხან. მართალია. დალევ ჩაის. დავლევ. ნიმეთ. ჩაი მზად არ არის? ახლა მოგართმევთ. ინებეთ ქალბატონო ნადიდე. გმადლობ შვილო. ეს ერთხლად გაცვია ფიუსონ. ჩემი ნათქვამი არ გესმის. ბრძალო, საქმით თავს ხომ არ იღლინ? არა მამა, ნუღელავთ. ფეხზე დიდხანს დგას. საერთოდ არ მინჯერებს. დედა. მადლობ ნიმეთ. ფეხზე დიდხანს არ უნდა იდგე შვილო. ნიმეთ. რამდენჯერ გითხარი, მუქი ჩაი არ დამისხა. გულს მიჩქარებს. სხვას მოგიტანთ. აღარ მინდა. ჯობს ცაცხლის ჩაი მომიტანა, ოღონდ დარიჩინით. როგორც ხედავ, ქებამ გაწყინა. მეცადინეობას მოუკელი. არა ბიძე ბურხან, ვიმეცადინებ. უბრალოდ სტრესს ვიხსნიდი. რას ეხსნიდი? სტრესს ბიძე ბურხან, სტრესს. ცოტა დავიძაბე. ასე რამ დაგსტრესა. რა დარდი გაქვს ასეთი? მეცადინეობდი. ახლა კი გაზარმაცდი. განის არ იცნობ, მამა. განისია ხანას. მობრძანდით. რახანი არ გამოჩენილ ხართ ბატონო ქერემ. სად დაიკარგეთ? გამარჯობა. როგორ ხარ? საჯიკი. რამე სასმელი ხომ არ მოგართვათ? არა პირდებს, გმადლობ. კარგი. ეს სათამაშო კიდევ გაქვს. ხო. ასეთი მეც ვქონდა. ვინიც ის ახლა სადაა? ბიძე მუხსინმა ორივეს ჩამოგვიტანა. ესპანეთიდან. სადაც არ უნდა წასულიყო. საჩუქრის გარეშე არასდროს ბრუნდებოდა. ორივესთვის ერთნაირ სათამაშოებს ყიდულობდა. ამაში ისე აკეთებდა. ყველაზე ხშირად მეგობრეობანაც ვთამაშობდით. ხოლმე შეუპოვარი იყავი, ზღვა ბავშვობიდან გიყვარდა. ზღვა ჩემი ოცნება. დავგადასავალთა სამყარო. მე კოვბოის განვასახიერებდი ხოლმე. ამბობდი ზღვა მომბეზრდაო. ბევრი უნდა იმეცადინოს. ვინიც ის რამდენ ადამიანს უნდა სტუდენტობა. ღმერთო ჩემო, ალი ქემალ ამ საუბარს ვეღარ გააგრძელებ. ბავშვ, ჩემი სათქმელი უკვე უთხარი. ხომ გაიგონე ისედაც დასტრესილი ყოფილა. ანტიდეპრესანტი ხომ არ გიყიდოთ, განი? ბატონო ბურხან, თურმე რეების ცოდნია. თქვენ რა გონიათ, გაზეთებს არ გითხულობ? რადგან მოხუცდი, ამიტომ ქვეყნიერებას მოვწყდი? იდეა, ტელეფონზე გირეკავენ. შვილო ნუ დარბიხარ, დაეცემი ნელა. ნიმეთ, საცხვის ჩაი არ მოგაქვს? აი შეამზადებს ქალბატონო, ახლა მოგართმევთ. დედა კაკაო მინდა. დალია შვილო. ნიმეთ, დიახ. ბუქეთს კაკაო მოუმზადე. ახლა. ოღონდ ჩქარა. დიახ.
ახლა როგორ გნებავთ? მოგართმევთ. ერთ ჩვენი ერთ დღეს ამ ქალთან მარტო დავრჩები და მე ვიცი ნიმეთ. იცოდი არ დავინდობ. სისულელეს ნუ ამბობ, რა სიზმს წემ? ერთი დროზე იმშობიაროს რომ დავისვენოთ ცოცხლად შეგჭამა. გონი მშობიარობის მერე შეიცვლება უარესი გახდება. შულს რომ გააჩენს ქალბატონი ნადიდე ხელის გულზე ატარებს. თლად გაუვათავს. ნიტა ცალკე სახლში გადავიდოდნენ. ჩვენც დავისვენებდით. ასე აპირებენ? რას ამბობ? ბატონი ბურხანი ამის ნებას არ მისცემს. მე ასე მგონია, მაგრამ ვინიც ის იქნებს სხვაგვარად მოხდეს. არა მგონია ბატონმა ბურხანმა უფლებაც რომ ისეს არ წავლენ. ასეც ახს ვინ დატოვებს? ახლა როგორ წამოვიდე, გაგიჟდი? იზრე ბურხანს რა უთხრა? ისედაც შემაწუხა ჭკუის დარიგებით. არა, ცუდი კაცი არ არის. მიყვარს კიდეც. აი, ჩემმა სიძემ მართლა შემაწუხა. სულ ამრეზით მიყურებს, სისულელეებს ლაპარაკობს. თუმცა ეგ იდიოტი გამოჭერილი მყავს. ასეა. კარგი, ახლა უნდა გავთიშო. ვერ მოვალ, კარგი? ალი ქემალ, თავი ძალიან ჭკვიანი გონია რა. ფოტო წაუშლია. რა სულელი ხარ? სულელი. ბურაკისგან რა ისმის, რას აკეთებს? არ ვიცი. დედა ჩემს ურეკავს ხოლმე. იცის ვის უნდა სთხოვოს ფული. მაგბის რა ეშველება ქერემ? რაც უნდა ისქნას არ მაინტერესებს. ბურაკი ძმა და რას დროს მიმაჩნდა. თითქოს სრულიად უცხო ადამიანია. ჩემი ძმა შენ ხარო ნურ. ჩემს ნამდვილ ძმად მიმაჩნი ხარ. ყოველთვის ასე იყო. ტყუპები ვით ვიყავით. მერე შენ ამერიკაში წახვედი. მე კი გერმანიაში. ერთმანეთს დავშორდით. მაგრამ როცა რამე გიჭირდა, ყოველთვის ვგრძნობდი ხოლმე. დაუჯერებელი არა. ამ დრომდე ერთმანეთს არაფერს უმალავდით. მე შენი ყველა სასიყვარულო გატაცება ვიცი. შენი ყველა ცალკობა. შენ კი ჩემი. ჩემი ყველა საიდუმლო იცი ონურ. შენ კი ჩემი იცი ქერემ? ალბათ სუდია, როცა იზრდები ონურ. ნეტავა. სამუდამოდ ბავშვად დარჩენა შეიძლებოდეს. არა. იმ დღეს მითხარი შაჰრაზადიდან ახვისთანავე შემიყვარდაო. ფული ძალიან მატკინა იცი. მე რატომ არაფერი ვიცოდი? რატომ არ მითხარი? რომ ცოდნოდა, შაჰრაზადი გიყვარდა. მის თვალებს სამუდამოდ დავივიწყებდი. პირველი ნაბიჯი შენ გადადგე. და გაიმარჯვე კიდევაც. ახლა კი ვფიქრობ, ჩემო ძვირფასო. და საყვარელო ნურ. რადგან ძმაზე მეტად მიყვარხარ.
და რადგან შაჰრაზადე ჩემზე ადრე შეგიყვარდა. მე ცვალდებული ვარ. ბედნიერება გისურვო. სხვას ამ სიტუაციაში ვერაფერს გავაკეთებ. სანამ გამიგზავრებით ყველა დოკუმენტი სათანადოდ მოვამზადოთ ბენო. იმ ხალხთან არ შევრცხოთ. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანს გავისაუბრები. დოკუმენტაცია კი 4 დღეში მზად იქნება. გამგზავრებას როდის აპირებთ? ვაპირებთ. ორივე მივდივართ. და რაც მალე მით უკეთესი. დიახ. სემირ სლობოდანს ველაპარაკები. თუ ყველაფერი რიგზე იქნება, ამ პარასკევს გამამგზავრებით. როგორც იტყვით? დუბროვნიკში ყოფილხარ? არა. ძალიან მინდოდა, მაგრამ წასვლა ვერ მოვახერხე. უასია დუბროვნიკში წავიდეთ, ხორვატიაში. თუმცა სპლიტიც არ არის სოდი, მაგრამ შორსა. სპლიტი? სათხილამურო კურორტია. სათხილამურო? ხილამურებიც რეალი იცი? დიდ სპორტსმენობას ვერ დავიჩემებ, მაგრამ ღირსეულ კონკურენციას გაგიწევთ. დარწმუნებული ვარ, კარგი მოთხილამურე ხარ. უნივერსიტეტში როგორც კი შესაძლებლობა გვეძლეოდა, მარიხოფენსა და ინსბრუკში მივდიოდით ხოლმე. მართლა? დიახ. რა კარგი ამბავი მითხარი. ჩვენს ახალ კლიენტებს სწორედ მსგავსი პროექტი უნდათ. ჩემი აზრით, ინსბრუკი უკვე ძველმოდურია. გაცილებით უკეთესი იდეები მაქვს. ამაში მალე დარწმუნდებიან. რა თქმა უნდა. ბინიაფის არქიტექტურა ასეთი უნდა იყოს. ქალბატონო ნურჰაით. ამ პარასკევს რომ გამემგზავროთ პრობლემაა? არა. გისმენთ ბატონო ქერემ? მე და ქალბატონი ბენუ გამგზავრებას გეგმავთ. ჯერ სარაევოში, მერე ხორვატიაში. დეტალურად ქალბატონი ბენუ აგიხსნით. თქვენ მოაგვარებთ არა? დიახ. რა თქმა უნდა. სანამ ხელს მოვაწერთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რამე გაუგებრობა არ მოხდეს. ამჯერად თანხას წინასწარ მიიღებთ. შემდეგ კი ჩეკების სისტემით ვიმუშავებთ. დიახ ბატონო ალიხიმალ, ამაზე უკვე შევთანხმდით. მშვენიერია. გამარჯობა მამა. იჯიქი, გამარჯობა. ამ ბატონებთან ტყავის ნარჩენების გატანის საკითხს ვსაუბრობდით. გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. მოგესალმებით ბატონო. რა ხდება, ხელშეკრულება გააფორმეთ? ხელი მოვაწერეთ, აქ არის. კარგი. ჩვენ წავალთ. რატომ ჩქარობ, ჩაი დაგველია. არა უშუალოდ ბატონო ქემალ, სხვა დროს. კარგი ნახვამდის. აი, ხელშეკრულება. პრემიები უკვე ჩაგვერიცხა. მართლა? როგორც იქნა? ერთი ხელფასის ოდენობით მივიღეთ. რა შემბობ? ახლა წამალივით მჭირდებოდა. სულზე მომისრო. ხო, მართალი ხართ. ქალბატონო შაჰრაზად როგორ ბრძანდებით? კარგად ქალბატონო ნურჰაით. ეს კონვერტი თქვენია. კარგი, გმადლობთ. მოგბრძანდით. შეიძლება დაგელაპარაკოთ ბატონო ონორ. რა თქმა უნდა, დაჯიქი. არა, ასე მირჩევნია. ეს რას ნიშნავს? ეგრე არის. 4 ხელფასის ოდენობის პრემია გამომიწერეს. ბრძანებას თქვენ აწერთ ხელს. ასეა, მაგრამ თუ არ ჩდები, მაგ ბრძანებას ხელს ქერემიც აწერს. დიახ. რა პრობლემაა? ყველა თანამშრომელმა ერთი თვის ხელფასის ოდენობის პრემია მიიღო, მე კი 4-ის. რატომ? ხულად მიბრაზდები შაჰრაზად. ეს გაბრაზება არ არის. უბრალოდ მაინტერესებს, რით დავიმსახურე ეს განსაკუთრებული ყურადღება. რატომ ჩათვალეთ, რომ 4 თვის ხელფასის ოდენობის პრემიას ვიმსახურებ? შეგეცოდეთ, რადგან ჩემი შვილი ისე მკურნალობს? თუ იმიტომ, რომ თქვენს გუშინდელ შემოთავაზებას უფრო ადვილად დავთანხმდე, ან იქნებ გონიათ, რომ იმ კატეგორიის ქალებს ვეკუთვნი, რომლებიც მომხიბვლელი შემოთავაზების ცრუნებას ვერ უძლებენ. კმარა, შაჰრაზად.
გუშინ უკვე გითხარი, რასაც გზნობ შენ მიმართ. ჩემთვის რამდენად ძვირფასი ხარ. საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. ნებისმიერი ძვირფასი ნივთი, ნებისმიერი ლამაზი სიტყვა შენთან შედარებით არაფერია. მაგრამ როგორც ხედავ არ მენდობი. სულ არ მენდობი. ახლა კი. რადგან ასე გაინტერესებს რით დაიმსახურე განსაკუთრებული ყურადღება გიპასუხებ. როგორც წეგლში წერია, ეს გადაწყვეტილება შენმა წარმატებამ განაპირობა. იმ არქიტექტურულმა პრემიამ, რომელიც შენ მიიღე. ამ პრემიით ჩვენს ჰოლდინგს უმნიშვნელოვანეს ტენდერში გაამარჯვებინე. ამ თანხას ნამდვილად იმსახურებ. მაგრამ სამწუხაროა, რომ ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებ. წუხელმე გული გადაგეშალე შაჰრაზად. გული. ქალთან. ასეთი გულახტილი არასდროს ყოფილ ვარ. არასდროს. გესმის? თქვენ არ გესმით? ძალიან მტკივა გული. ძალიან მაწყენინეთ. ვერ ვივიწყებ. შაჰრაზად. ვერ ვივიწყებ. რა სჯერს? ნედავ კაბინეტში რა მოხდა? ინებეთ თუ სხვა არაფერი გჭირდებათ, მე უნდა ვიმუშაო. არა, გმადლობთ. საგადასახადო დეკლარაციები სად არის ნიაზი? აქ არის ბატონო. ინებეთ. კორპორაციული ცალკე, საშემოსავლო ცალკე. გადასახადებს ვერ ავუდივართ. ფაქტობრივად სახელმწიფოსთვის მუშაობთ, მამა. ამას ნუ ამბობ, გაჩერდი. სახელმწიფოსა და ხალხს დოვლათი არ უნდა მოაკლდეს. თუმცა ალი ქემალსაც ვერ გავამტყუნებ. გადასახადები წარმოუდგენლად დიდია ნიაზი. ასეა ბატონო ბურჰან. ვერაფერს გავაწყობთ. ხო, და კიდევ ქონების დეკლარაციებს უნდა გადავხედოთ. კარგი, გადავხედოთ. რადგან დავიწყეთ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. საწყობში უნდა წავსულიყავი. დამაგვიანდა. ალი ქემალის ქონების გადასახადიც დაიანგარიშე. თითოეული საბუთი შეემოწმე და კარგად დაიანგარიშე. როგორც მეტყვით ბატონო ბურჰან. შენი ქონების საბუთების მომეცი, რასაც დეკლარაციები დაჭირდება გავამზადებ. მამა, ჩემი საბუთები სადაა? ახლავე. აჰა, გამომართვი. მადლობა, მამა. ნიაზი, ყურადღებით დათვალე. შეცდომა არ დაუშვა. მაშინდელივით საბოდიშოდ არ გაგიხდეს საქმე. ნუ ღელავთ ბატონო ბურჰან. საქმეს რომ მორჩები საბუთები შეინახე. სადაროს დაკეტვა არ დაგავიწყდეს. კარგი, მამა. აბა თქვენ იცით. ნახვამდის. ნახვამდის. საბუთები მომეცი ალი ქემალ. ახლავე შეუდგეთ მუშაობას. ალი ქემალ, შენს რამხელა ქონების პატრონი ყოფილხარ. ბრძალო? გუშინ რა გითხარი დაგავიწყდა? არ გადაიღალო მეთქი არ ვთქვი? მამა მართალია.
დაჯექი ასე არ შეიძლება. კარგი რა, არაფერი მომივა. ნიმეთ, მოდი მაგი დაალაგე. მამა მართალია ფიოსუნ. რატომ წვალობ? მოდი დაჯექი. კარგი. წამოდი ბუქეთ. ზევით ავიდეთ. უკვე ძილის დროა. ყველა საკოცე? ეს მაკოც. ღამე მშვიდობისა. მოდი. ამ გოგოს ნუ დაღლით, ხალბატონო ნადიდე. არ გწვენია ამას რომ მეუბნები. ოდესმე გინახავს რომ ფიუსუნს ამ ოჯახში საქმის კეთებას ვაიძულებდი. მშობიარობამდე რამდენი დარჩა? ალბათ 2-3 კვირა. იმედია ყველაფერი კარგად შეივლის. იმედია. აი ასე. მოდი საყვარელო, შენც დაგვარცხნი. მერე კბილები გაიხეხეთ. კარგი, დედა, რაღაც მინდა კითხო. საავადმყოფოში ჩვენც წამოვალთ? რა თქმა უნდა, ბავშვი რომ გაჩნდება მერე. ბავშვისთვის საფენების გამოსვლას ხომ გვასწავლი? რა თქმა უნდა, გასწავლით, ყველაფერს გასწავლით. თქვენს დაიკოს სამივე ერთად მოვუვლით. შენ საფენებს გამოუცვლი, მე კი პაპას ვაჭმე. კარგი. ჩემო საყვარელო, მოდი მოგიღუტონო. ჩემო ძვირფასო, მოდი ჩაგიხუტო. თქვენ ჩემი უსაყვარლესი გოგოები ხართ, ხომ იცით? იცით. ბავშვს რა უნდა დავარქვათ? არ ვიცი. რა დავარქვათ? არ ვიცი. მიდით, დაიძინეთ. ბავშვს რა დავარქვათ, მამა? მე რას მეკითხები, შვილო? ეგ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. მშობლები თქვენ ხართ, ალიქემალ. თქვენ გადაწყვეტეთ. მაგრამ ჩვენი მოვალეობა რომ მკითხოთ ხომ ასე? გმადლობ, შვილო. თქვენ ყოველთვის გვაფასებთ. გვინდა ბურჩინი დავარქვათ. ბურჩინი? არ მოგწონთ? სახელი უკვე შეგირჩევიათ. ბუქეთი, ბურჯო, ბურჩინი. შვენიერია. ბატონო ბურხან, ხედავ, სამივე სახელი ბ-10 იწყება. როგორც შენი. თავარია ჯანმრთელები იყვნენ. ღმერთს ვთხოვ სამივე ჯანმრთელი და ბედნიერი ამყოფოს. ამინ. ეს წაბლია? დიახ, ბატონო ბურხან. მოიტანე. რა არომატულია? ბატონო განი, წაბლი მიირთვით? მადლობ, მე ვერ შევჭამ. პილებში გამეჭხირება. თუ არ უნდა ნუ შეჭამს, მე უფრო მეტი დამრჩება. აი ასე. ონურმა უშინ საღამო შეჰრაზადს ხელის თხოვა. რას ამბობ? ასე უცებ? ესე იგი, მათ შორის რაღაც მოხდა? არა. ონურ შეჰრაზადთან ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. ვერ ვიჯერებ. ასე მოულოდნელად ქალს ხელს როგორ სთხოვდა? რადგან ონურს ამის გამბედაობა იყო, ესე იგი, მათ შორის ნამდვილად რაღაც ხდება. არა, ასე არ არის მეთქი. რამე რომ მომხდარიყო, არ მეცოდინებოდა. თუ ასეა ძალიან გამბედავი ყოფილა. ოჩახ. შენ რას აპირებ? ფარხმალს დაყრი? სასიყვარულო ბრძოლაში ორი კონკურენტიდან ერთ-ერთი აუცილებლად უნდა მოკვდეს. წარმოსახვით სიკვდილს გულისხმობ და არა რეალურს. კერემ, სიყვარულზე უარი არ თქვა. ამ ბრძოლის მოგება შეგიძლია. ქალებს მოსწონთ მათ გამო რომ იბრძვიან. ქალებს მხოლოდ გამარჯვებული მამაკაცები აინტერესებთ და ორივე მხარეს აკეზებენ. თუმცა სულ არ ანახულებთ რომელიმე მათგანს გული თუ ატკინება. ისმინე, ჩემი კონკურენტი ონური რომ არ იყოს, ამ ბრძოლას შევეწირებოდი და სხვასაც მოვკლავდი. მაგრამ ბრძოლაზე უარს ვამბობ. ონურთან არ შემიძლია. მესმის. ასპარეზი მეგობარს დაუთმე. ასე.
მე შენს ადგილას ასე ადვილად მაინც არ დავნებდებოდი ქერემ. რა გითხრა? შაჰრაზადი თანახმა? ჯერ არ უპასუხია. ესოდია. თუ ქალი ასეთი შემოთავაზების მერე ჩუმდება, ესე იგი თანახმა. რატომ ხარ ასეთი აგზნებული? კარგი, დამშვიდი. მოდი. აბა მითხარი რა მოგივიდა. ჩემი ნერვიულობა შენს ხომ არ გადაგედო? ამას ვისხედავ. შაჰრიანი და მისი მეგობარი. გამარჯობა. როგორც ხედავ, ჩემი ცხენის სახელი არ დაგვიწყებია. ქალებს ისევ არ ენდობი? მგონი უკვე ვენდობი. მართლა, ესე იგი შაჰრაზადი გამოჩნდა. სასიამოვნო საღამოს გისურვებ. ნახვამდის. მიდი. გაქუსლე ჩემო ბედაურო. ქანმა დაიძინა? ხო. შაჰრაზად. საყვარელო. თუ გინდა რომ გული გადამიშალო და რამე მომიყვე, მზად ვერ მოგისმინო. რა უნდა მოგიყვე დაუმიხრიბან? რა ვიცი. ჩაფიქრებული ხარ. მგონი რაღაც გაწუხებს. თუ არ გინდა ნუ მომიყვები, არ შეგაწუხებ. გავჩუმდები. და არაფერს კითხავ. შენგან დასამალი რა მაქვს დაუმიხრიბან? მაშინ მომიყევი. გულსაც დაიმშვიდებ. ბატონმა ონორმა ხელი მთხოვა. ესე იგი დრო მოვიდა. რას გულისხმობ? ამას წინათ რომ მოვიდა ყველაფერს მიხვდი. შეყვარებულია. მართლა ასე ფიქრობ? ო, ჩემო ლამაზო. აბა ასე გვიან უბრალო სიძის გამო ხომ არ მოვიდოდა? ღამე მუშაობას აპირებდა და ნუ მატყუებ. მე მატყუებ თუ საკუთარ თავს. მომისმინე შაჰრაზად, შეყვარებულ ადამიანს თვალებზე ეტყობა ყველაფერი. გატყობ არ შენ ხარ გულგრილი. ღამით ჩემს სახლში მოვიდა დაუმიხრიბან. არ ვიცოდი როგორ მოგცეულიყავი. ისე დავიბენი. უთხარი რომ თანახმა ხარ. ნედა იქნებ დღეს სამსახურში არ წახვიდე. განგთხოვ, ასე ნუ იქცევი შვილო. დედა გთხოვ. ასე თუ მოიწყან ვერ წავალ. შენზე ვიდარდებ. რომ მენატრები ხოლმე. მე ძალიან მენატრები საყვარელო. მაშინ წამიყვანე შენ სამსახურში. კან საყვარელო, სამსახურში ბავშვების წაყვანა არ შეიძლება. მაშინ ნორ შენ წახვალ. როგორ იქცევი კან? დედა სამსახურში უნდა წავიდეს. ჩვენ პარკში წავალთ. მოდი აგიყვანო. დედიკოც წამოვიდეს პარკში. ვერ წამოვალ საყვარელო. შემდეგ კვირას აუცილებლად ერთად წავალთ. გპირდები. დედიკოს არ აწყენინო, თორემ მე სულ შენზე იდარდებს. მართლა? თან პარკში ძალიან კარგ დროს გაატარებთ. ხო, საკანელაზე დაჯდები. სასრიალოზე ისრიალებ. ხო, ახლა წავალ, კარგი? კარგი. არ მაკოცებ? საყვარელო, აბა შენიცი. ნახვამდის დაუმიხრიბან. ნახვამდის. ბატონო ქერემ, ეს თქვენ გიყიდეთ.
რა არის? ნახეთ. ახლა ზუსტად 179 წელი მაქვს. დიდი მადლობა. საიდან გაგახსენდა ბენო? საახალწლო საყიდლებზე ვიყავი და თვალში მოხვდა, ვიცი რომ ძალიან გიყვართ. მიფიქრე ბატონი ქერემის კოლექციას კიდევ ერთი წყვილი მიემატება მეთქი. ჩემგან სახსოვრად. ძალიან თავაზიანი ხარ. დიდი მადლობა. მართლა მოგეწონათ. ძალიან. სიამოვნებით გავიკეთე. კარგი. ახლავე გავიკეთებ. დამეხმარები? აბა. რა თქმა უნდა. უხდება? შესანიშნავია. ზუსტად საჩემოა. ისე მომიხდა. ხომ არ დავიტოვო? ეს ამბობ. რატომ? არ მიხდება? ერთი მამა ჩემს უთხარი დატოვება მინდა თქო. მას რატომ უნდა ვკითხო? რა თქმა უნდა ვერ ვკითხავ. იცი რომ გაგიბრაზდება. კარგი მორჩილას ღანდარობას. იცი საერთოდ არ მინდა გახდა. რაც მელაპარაკები. შემასხარა. ხვდები მაინც რამდენი ღირს. ეგ არ ვიცი. მაგრამ სხვა რამე ვიცი. ნეტა ვინ დაგიჯერებს? რას იზამ? წახვალ და შენს დასეტყვი ჩემი სიცე დავინახეო? გონია დაგიჯერებს? ნახოთ ალი ქემალ. დარწმუნებული ვარ, როცა ფოტოს ვაჩვენებ, აუცილებლად დამიჯერებს. ფოტო რომ მქონდეს, აქამდე გამოაჩენდე. მოკლედ არ მაძლევ ქურთუქს, არა? იმუშავე და შენი ფულით იყიდე. ჯერ უნდა დაიმსახურა. კარგი? რადგან ასეა? დროებით. ჩაის დაგისხამ დედა. კარგი. ფესონ, დედა, მოდი. დედა ძალიან მტკივა. ვეღარ ვუძლებ. გონი მშობიარობა დამეწყოთ ჯერ ადრეა. მოდი დამშვიდდი. მოდი, წამოწექი. მოდი. დედა, ღრმად ისუნთქე. ნიმეთ. აიშე. დედა, აიშე. ფილმი გახმოვანებულია 3